გაგაზრდელო გაგახარო. დღევანდელი მოთხევა სახლის ემთხვევა შობის დღეებს, აი შობის პერიოდია, რა თქმა უნდა, მინდა რომ ახალი ადამიანი იშვეს ჩვენში. ქრისტეს შობა მოასწავებს ჩვენშიც ახალი ადამიანის შობას. უნდა მოასწავებდეს. უნდა ვიყოთ მონდომებული ჩვენ რომ ეს ძველი კაცი მოკვდეს ჩვენში და ახალი კაცი დაიბადოს, ახალი ადამიანი დაიბადოს, ახალი ადამის მსგავსი ადამიანი გაჩნდეს და გახდეს. ახალი ადამი, ანუ ქრისტე მზე სიმართლისა ჩვენში ახალ ადამიანს შობს. ანუ არ არემონტებს ძველს, არ განაახლებს და რაღაც კოსმეტიკურ რემონტს კი არ უკეთებს, არამედ ახალ ადამიანს ქმნის. ამიტომ ყველა საშუალება დაწყებული პირველი ყველა საიდუმლო დაწყებული მთავარი საიდუმლო ხო ნათლობით, ანუ ნათლობა კარებია ყველა სხვა საიდუმლოებებში, მერე ზიარების საიდუმლოთი რა თქმა უნდა გვაძლევს საშუალებას და მიგვითითებს იმისაკენ რომ გამოვიდეთ ძველი კაცის, ძველი ადამიანის ჩვენში ეგოიზმისა და თვითკმარობის მდგომარეობიდან და გზა გაგვეხსნას ახალი წესრიგისაკენ, ახალი მოწესრიგებულობისაკენ, ახალი ადამიანად ჩამოყალიბებისაკენ. ძველი თუ არ მოკვდა, ახალი არ დაიბადება. ახალი თანაშობილი იქნება ქრისტეში მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა ემოციონალურ, სულიერ თუ ხორციელ დისკომფორტს, ტკივილებს, წინააღმდეგობებს, ხილ თუ ხილავ ბრძოლებს გადავიტანთ. ისე არ გამოვა სინზე მორთმეული ვერ იქნება. რას იზამთ? ჩვენ ცხოვრობთ, ადამიანები ვართ, ჩვენ ცხოვრობთ პოსტსაბჭოთა სივრცეში მით უმეტეს, სადაც უამრავი ზოგჯერ ვერბალურად გამოუთქმელი შინაგანი თუ გარეგანი დისკომფორტი და წინააღმდეგობები და ხახუნის ძალები წარმოიშობა ამას სოფელთან. ჩვენ ამას სოფელს ვერ მოვერევით, მაგრამ ქრისტიანს ძლია ამას სოფელსა. ჩვენ ამას სოფელში ვართ და ამას სოფელს კი არ ვერევით, ჩვენს თავს უნდა მოვერიოთ პირველ რიგში. ჩვენში რაც არის ნეგატივი, ის უნდა დავამარცხოთ. ჩვენი თავის გამოსწორებით უნდა დავიწყოთ. ამიტომ ვიყოთ ამას სოფელში და ვართ, მაგრამ გავძლოთ და გადავიტანოთ ყველა დისკომფორტი, ყველა სულიერ თუ ხორციელი, ხილული თუ ხილავი ბრძოლა, რომ სხვა ახალ სულიერ დონეზე ავიდეთ. თანდათანობით მე არ მომგ იმას რომ ადამიანი დღეში და კვირაში უნდა უცებ ახალ ადამიანად ჩამოყალიბდეს. ეს ბრძელი, ხანგრძლივი, შრომატევადი საქმეა, დიადი საქმეა. ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. ამიტომ ყველა კრიზისი, რომელიც ჩვენ გავიარეთ და რომლებიც ჩვენ ისევ და ისევ მეორე, მითო გავიარეთ, რომ ჩვენთვის ეს ყოფილიყო ახალი ცხოვრების დასაწყისი, ახალი ტრანსფორმაციის, ჩვენში ახალი ადამიანის ჩამოყალიბების. იმიტომ უფალმა ეს ყველაფერი რაც მოგვეცა, იმისაც მოგვეცა, რომ ჩვენ არა სათბურში ვიყოთ, არამედ იმ ლაბორატორიაში ვართ, სადაც ჩვენი სულის ლაბორატორიას ვეძახი, რომელშიც ხშირად უნდა შევიხედოთ ხოლმე და დავალაგოთ. და მოვაწესრიგოთ, გავწმინდოთ იგი და ყველა რაც სუდია, ყველაფერი გავაზაოთ, გავფილტროთ, გავუშვათ და ახალი კონცენტრირება გავუკეთოთ, რაც სათნოებაა და კარგია. გავაზაოთ, სუდი და გავანეიტრალოთ, მაგრამ კონცენტრიროთ და მოვაგროვოთ ახალი და კარგი სათნო. ეს არის მთავარი. და გავაცნობიეროთ ის, რომ მადლის მიღება ჩვენში აუცილებლად კეთილგარდაქმნებს მოახდენს. იმიტომ რომ არსებობს სახარება არ არის ნეიტრალური მოძღვრება, ქრისტიანობა. იგი აუცილებლად ადამიანში კეთილ ცვლილებებს იწვევს და კეთილ ცვლილებებს ბადებს და ყველა ზღვარს, ეგოიზმის ზღვარს გადაალახინებს. ეგოიზმი ჩვენი არ არის სხვა არაფერი თუ არა, როგორც ერთ-ერთი ბრძენი ამბობს, შეხება ამას სოფელთან ჩვენი პიროვნების ნეგატიური ასპექტისა. როცა ჩვენი პიროვნების ნეგატიური ასპექტი ამას სოფელთან ხახუნის ძალა ურთიერთობაში მოიყვანს და მაშინ გზნობ ჩვენი პიროვნების საზღვრებს, რომლებიც მცდარია და თვითიდენტიფიკაციის არასწორი ფორმაა. როცა ჩვენი ეგოიზმი მხოლოდ სხეულთან და ჩვენს პირად მიწიერ და რაღაცაზე მდაბიო და შემდეგ მერკანტილურ, პრაგმატულ მოთხოვნილებამდე დადის, მაშინ ნიშნავს ეს, რომ ჩვენ თვითგაცნობიერების სულის ჩვენი თვითგაცნობიერების უნარჩვების ყველაზე დაბალ დონეზე აღვქვათ ჩვენს თავს. უნდა გამოვიდეთ, გადავლახოთ ეს დონე და უფრო მაღალ, მეტაფიზიკურად ბევრად მაღალ სულიერ დონეზე ავიდეთ, რათა სხვა რაკურსით ვჭრიდოთ ის მისია, რომელიც ღმერთმა ჩვენი ჯვარკურთელობის საიდუმლოში მოგცა. რისთვისაც მოწოდებული ვართ არა სასურველად, არამედ სავალდებულოდ. ამიტომ მინდა გისურვოთ ყველას იმ ტრაექტორიაზე, იმ ორბიტაზე, მზე სიმართლისას გარშემო, რომელიც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრუნვა და სვლა, რომელიც ყოველთვის ერთი
რაკურსიდან თითქოს წრედ ჩანს, მაგრამ როდესაც სხვა სულიერი პოზიციიდან შეხედავ, იგი ზეაღმავალი სპირალია, რომელიც ადამიანის დაუმთავრებელ უსასრულო განვითარებაზე მეტყველებს, რომელიც ყველა დონეზე თითქოს დამწყებია, მაგრამ დამწყები უფრო ახალ დონეზე, რათა ისევ დამწყები გახდეს, სხვა უფრო ახალ დონეზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა გისურვოთ, რომ ეს სულიერი წინსვლა ახალი ადამიანის ჩამოყალიბების რთული და მტკივნეული და მძიმე, მაგრამ საშიში, მაგრამ სავალდებულო პროცესი წარმატებით დაგვესრულებინოს, რასაც ამ ოჯახის წევრებს და ყველას თქვენ გისურვებთ. ამინ.